მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას შეკითხვაზე, თუ ახდება თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი საკითხი, რაც თქვენ ძალიან დიდი ხანია გსურთ და გაქვთ ესეთი ნატურა. მაქსიმუმ 1 წლის ვადაზე ვიკითხოთ ამ ეტაპისთვის და ნელ-ნელა დავიწყებ ხა კარტის საჩეხვას. ასევე მინდა რომ გადაგიხადოთ მადლობა ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, იმისთვის რომ მენდობით, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც პირად კონსულტაციებზე მიკავშირდებით ხოლმე. ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით 511 14 91 78. ორ ვარიანტზე გავაკეთებ, ვფიქრობ. თქვენი სურვილი ახდება თუ არა 1 წლის ვადაზე პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ჩამოვწევ. ასე ჩანს. პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს და მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი, ძალიან შორს ვარდებს. მე დავიწყებ ახლა ვარიანტების საკითხს, ვინც ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი. ახდება თუ არა თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. მე ვფიქრობ, რომ შრომის მოყვარეობის, სწორი შეთანხმების და დისციპლინის მეშვეობით შესაძლებელია, რომ ეს სურვილი ახდეს, მაგრამ მე აქ რასაც ვხედავ, ვფიქრობ, რომ ამ სურვილის ასრულებაში გჭირდებათ სხვა ადამიანების დახმარებაც, ანუ თითქოს მხოლოდ თქვენ ამას ვერ მოახერხებთ, ანუ სხვა ადამიანების ჩართულობაც გჭირდებათ. რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს ეს. საინტერესოა. აბა ჩავეძიოთ. 1 წლის ვადაზე ეს სურვილი. რაც პირველ ვარიანტს აქვს ჩაფიქრებული. იცით რა არის ესეთი პასუხია, რომ ის ფაქტი, რომ დღეს თქვენს რეალობაში ეს კონკრეტული სურვილი, რაც ჩაიფიქრეთ, რომ არ არის, არის ლოგიკური, იმიტომ რომ თითქოს ჯერ არ დამდგარა ის დრო და ის მომენტი, როცა ასე ვთქვათ, მზად იქნებით იმისთვის, რომ ეს რეალობა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. ან თითქოს ჯერ ამის დრო არ არის. მართალია ახლა ცოტა შეიძლება ნერვიულობდეთ და გარკვეულწილად პესიმისტური განწყობაც შეიძლება გიჩნდეთ ამ საკითხთან მიმართებაში და შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აი როგორ უნდა გავაკეთო ეს, აი თითქოს გამოსავალს ვერ ხედავთ, თუ რაღაც ესეთი საფიქრელი თითქოს გიჩნდათ ამ სიტუაციაში, მაგრამ აი აქ ხომ გითხარით, ვიღაცის დახმარება ჩანს და ამ ადამიანის უშუალო ჩარევით ამ სიტუაციას უჩანს პოზიტიური, ასე ვთქვათ, დასასრული. უბრალოდ სწორად წარმართეთ თქვენი კომუნიკაცია, ვისი დახმარებაც არ უნდა გჭირდებოდეთ, ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი მიეწოდოთ ძალიან ტაქტიანად, ძალიან შვიდად ავხსნათ თქვენი საჭიროება, ვისთანაც არ უნდა გჭირდებოდეთ ეს გადაკვეთა და მოერიდეთ რაღაცების მტკიცებას, კონფლიქტებში შესვლას და რაც უფრო დამყოლი და ლოიალური იქნებით ამ სურვილის ასრულების გზაზე, თქვენთვის იქნება უფრო მარტივი. ანუ ამ სიტუაციას ძალიან ხისტად, ძალიან პრინციპულად არ მიუდგეთ. ანუ მუდმივი დისციპლინა და შინაგანი რწმენა აი ამ სწორი ურთიერთობების პარალელურად, ეს არის ის, რაც დაგეხმარებას თქვენი მიზნისაკენ სავალ გზაზე. პირველ ვარიანტს. მე ხოთ დაგემშვიდობებით პირველ ვარიანტს და გადავალ მეორე ვარიანტზე.
ვინც ჩაიფიქრეთ აი ეს ეთერზეთის ჩასასხმელი ავანტურინის პატარა ქილა. თქვენ ნეტრო აუცილებლად, ანუ 100%-იანი კი ახდება. მაგრამ მოდი ჩავეძიოთ, უფრო დეტალურად გამოვერკვეთ. რა საინტერესოა. არკანები გადმომივარდა და ახდება თუ რა თქვენი სრულიება ერთი წლის მანძილზე. კი, თან ძალიან დარწმუნებით შემიძლია რომ ვთქვა კი. და ახლა აქ ნახეთ რა ჩანს. ნუ არკანი ვარსკვლავი ამოვიდა პირველი. თვითონ გაშლაში რაც იყო შეხედეთ. პირდაპირ ნატურა, სურვილის სასრულება და სხვათა შორის ამ ვარიანტს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ძალიან დაგეხმარებათ მანიფესტაციები. ანუ რა სურვილით ჩაიფიქრეთ ამ ამბავთან დაკავშირებით, აი წარმოიდგინეთ ხოლმე, რომ აი მაგ რეალობაში ცხოვრობთ. მაგალითად, თუ ვინმე სახლის ყიდვა გინეთ, წარმოიდგინეთ, როგორია ის სახლი, სადაც ცხოვრება გინეთ. თუ მანქანის ყიდვას აპირებთ, წარმოიდგინეთ თქვენ სასურველ მანქანაში როგორ ზიხართ და აატარებთ. ანუ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს უბრალოდ ოცნებებია და ფანტაზიები, მაგრამ სინამდვილეში მენტალური მაგია, ანუ პირდაპირ ანუ როგორ გითხრათ, სწორი ფიქრები იზიდავს რეალურად მოვლენებს ჩვენ ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ვინმეს ბავშვის ყოლა უნდა, წარმოიდგინეთ მისი, ასე ვთქვათ, აი ეს სცენები, როგორ ატარებთ ამ თქვენ საერთო შვილთან დროს, თქვათ, როგორ ეთამაშებით, როგორ ეფერებით და ასე შემდეგ, ხო? ანუ საზღვარგარეთ წასვლა გინდათ, სწავლა გინდათ, ურთიერთობაში ყოფნა გინდათ, ანუ წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ რეალობაში, იმ ნივთთან თუ იმ ადამიანთან თუ რა ვიცი, რაც ჩაიფიქრეთ, იმ რეალობაში, რაც გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში და იმაზე სწრაფად ახდება თქვენი სურვილი, ვიდრე წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ აქ ხმლების რაინდიც არის და ხმლების რაინდი, ნუ გარკვეულწილად პიროვნების სიგნიფიკატორით შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არის ასევე მოვლენების სწრაფად განვითარება და რაღაცნაირად მგონია, რომ ძალიან სწრაფად განვითარდება. თუ ვინმე მაგ ჩაიფიქრეთ პირად პარტნიორულ ურთიერთობებზე, მინდა გითხრათ, რომ ორ ადამიანს შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. და თუ ვინმე რაღაცა ცოტა ისეთი ყოფითი მატერიალური ნივთი ან საგანითო მდგომარეობა ჩაიფიქრეთ, ამ შემთხვევაში პასუხი არის ის, რომ თქვენი მანიფესტაციები დაგეხმარებათ აი ამ სურვილის ასრულებაში. სწორად იფიქრეთ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია მოიზიდოთ. აი, პირველ ვარიანტთან ცოტა აი ბრძოლის უნარიანობის გამოჩენაც საჭიროა გარკვეულწილად, მაგრამ მეორე ვარიანტმა მთლიანად მენტალურ პროცესების ხარჯზე უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეთ. მე ხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო და შეგახსენებთ პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511 14 91 68. ეხლა დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ და ნახვამდის.